ანტიგმირი ეს არის პერსონაჟის ტიპი, პროტაგონისტი, თავარი გმირი. მაგრამ მას არ გააჩნია ტრადიციული გმირული თვისებები, როგორიცაა იდეალიზმი, სიგეთისთვის ბრძოლა და თავდადება, მორალური სიწმინდე. და ალბათ იკითხავთ, მაშინ რატომ რით არის ის საინტერესო? ანტიგმირი გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ მორალური ნაცრისფერი ზონები, რომ სიკეთე და ბოროტება ხშირად ერთმანეთშია არეული. ხოლო ანტისპექტაკლი ეწინააღმდეგება ტრადიციულ სპექტაკლს. ისეთ ვიზუალურად დიდებულ, ეპიკურ და ხშირად ზედაპირულ წარმოდგენას, რომელიც მიმართულია მაყურებლის მოსახიბლად, შთაგონების მისაცემად და გასართობად. ანტისპექტაკლის ძირითადი მახასიათებლებია მინიმალიზმი, ნაცვლად დიდი ბიუჯეტისა, ეფექტური სცენებისა, ეფექტური ვიზუალისა, დინამიური სცენებისა. ანტისპექტაკლი მინიმალისტურია. ის ასახავს ცხოვრების ყოველდღიურობას, მოსაწყენი დიალოგებით და გვიჩვენებს ცხოვრების არარომანტიზებულ მხარეს. აკრიტიკებს საზოგადოებას, თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებას, მასობრივ კულტურას და მოხმარებას. ის აიძულებს მაყურებელს, რომ იფიქროს, ინტერპრეტაცია გაუკეთოს და თვითონ შეავსოს ის ცარიელი ადგილები, რომელიც ხშირად გაუგებარი ან დაუსრულებელია. ძალიან ხშირად ანტიგმირის ისტორია მოთხრობილია ანტისპექტაკლის ელემენტებით, მოსაწყენის სცენებით, რათა კიდევ უფრო გამოიკვეთოს პერსონაჟის რეალური ბუნება. მოკლედ, ანტიგმირი ეს არის რთული ადამიანი, ხოლო ანტისპექტაკლი რთული სამყარო. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ალბათ ადვილად მისახვედრია თუ რა არის ანტითეატრი. ეს არის რეაქცია და უარყოფა ტრადიციული რეალისტური თეატრის ყველა იმ თვისებისა, რომელსაც მაყურებელი არის მიჩვეული. და რას უარყოფს ანტითეატრი? პირველი, რაც ყველაზე, ასე ვთქვათ, თვალში მოსახვედრია, ეს არის ისტორია. ტრადიციული თეატრი მოგვითხრობს ისტორიას დასაწყისით, განვითარებით, კულმინაციით და დასასრულით. ანტითეატრში ხშირად სიუჟეტი ხშირად წრიული, აბსურდული ან საერთოდ არ არსებობს. პერსონაჟები არ არიან ინდივიდები რთული წარსულით და მოტივებით. ისინი შეიძლება იყოს ტიპები, სიმბოლოები ან მარიონეტები. დიალოგები არის წყვეტილი და ლოგიკას მოკლებული, სრულიად ბანალური ფრაზებით, ამ პირიქით ზედმეტად პოეტური. სასცენო რეალიზმი არ ასახავს რეალურ სამყაროს. ის შეიძლება იყოს ცარიელი, განყენებული ან სტილიზებული. ანტითეატრის ოქროს ხანა არის 50-იანი, 60-იანი წლები. ტრადიციულ თეატრში მნიშვნელობა წინასწარ არის დაფიქსირებული. ანტითეატრში მნიშვნელობას აქტიურად ქმნის თვითონ მაყურებელი. ეს ფორმები გვიბიძგებს დავსვათ შეკითხვა, თუ რატომ არ უნდა იყოს ყველა და ყველაფერი მხოლოდ ერთნაირი. გვიბიძგებენ ვიფიქროთ, ვიგრძნოთ, დავინახოთ სამყარო ახალი პერსპექტივიდან. დიდი მადლობა მოსმენისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და აღწერაში დავამატებ კიდევ ანტიმაყურებელზეც დავწერთ პატარა მოკლე ინფორმაციას. დროებით.